ამერიკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომლითაც დონალდ ტრამპის ტარიფების უდიდესი ნაწილი გაუქმდა, ამერიკის პრეზიდენტმა პარასკევს საღამოს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მან ხელი მოაწერა 10%-იან გლობალურ ტარიფს. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ოვალური კაბინეტიდან ახლახან მოვაწერე ხელი ყველა ქვეყნისთვის გლობალურ 10%-იან ტარიფს, რომელიც თითქმის დაუყოვნებლივ ამოქმედება, დაწერა პრეზიდენტმა Truth Social-ზე. ტრამპმა მანამდე განაცხადა, რომ 10%-იან გლობალურ ტარიფს 122 მუხლის სახელით ცნობილი სავაჭრო კანონის შესაბამისად ამოქმედებდა, თუმცა კონგრესის მიერ ვადის გაგრძელების გარეშე ეს ტარიფები მხოლოდ 150 დღის განმავლობაში შეიძლება იყოს ძალაში. თეთრი სახლის თანახმად ტარიფები ძალაში 24 თებერვლიდან შევა. თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ქვეყნები, რომლებმაც ადრე მიაღწიეს სავაჭრო შეთანხმებებს ამერიკასთან, მათ შორის დიდი ბრიტანეთი, ინდოეთი და ევროკავშირი, ახლა 122 მუხლის შესაბამისად გლობალური 10%-იანი ტარიფის წინაშე დგანან, იმ ტარიფის ნაცვლად, რომელიც ადრე იყო მოლაპარაკებული. აღსანიშნავია, რომ 20 თებერვალს ამერიკის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილების აქტი, რომელსაც პრეზიდენტი ეყრდნობოდა, მას იმპორტზე გადასახადების თვითნებურად დაწესების უფლებას არ აძლევდა. ინდონეზიამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახალი მასშტაბური სავაჭრო შეთანხმება დადეს. დოკუმენტს ხელი ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ინდონეზიის პრეზიდენტმა პრაბოვო სუბიანტომ მოაწერეს. მთავარი შედეგი არის ის, რომ ამერიკის მიერ ინდონეზიურ საქონელზე დაწესებული იმპორტის 32%-იანი გადასახადი 19%-მდე შემცირდება. რაც შეეხება ისეთ კრიტიკულად მნიშვნელოვან პროდუქტებს, როგორიც არის პალმის ზეთი, ტექსტილი, ყავა და კაკაო, მათზე ტარიფები სრულად გაუქმდება. დადებული გარიგება ძალაში მომდევნო 90 დღის განმავლობაში უნდა შევიდეს. თავის წილ ვალდებულებებს აიღებს ოფიციალური ჯაკარტაც, რომელიც ამერიკულ პროდუქციაზე საკუთარი სატარიფო ბარიერების ეტაპობრივ სრულ გაუქმებას გულისხმობს. თუმცა ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ დააწესოს გლობალური 10%-იანი ტარიფი, როგორ გაგრძელდება შეთანხმება არ ვიცით. ინდონეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კონგლომერატი Reliance Industries მომდევნო 7 წლის განმავლობაში ხელოვნური ინტელექტის გამოთვლითი ინფრასტრუქტურის აშენებაზე 100 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. გეგმა პირადად კომპანიის ხელმძღვანელმა მუკეშ ამბანმა გაავრცელა. ინდოეთში გამართულ წამყვან ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე AI Impact Summit-ზე გამოსვლისას მან თქვა, რომ გამოყოფილი თანხა ძირითადად მრავალ გიგავატიანი სიმძლავრის მასშტაბური მონაცემთა ცენტრების აგებისთვის დაიხარჯება. ასევე ინვესტიცია ჩაიდება მომსახურების სფეროში, AI-ის დანერგვასა და Reliance-ის კუთვნილებაში არსებული სატელეკომუნიკაციო პლატფორმა GIOS სისტემაში ხელოვნური ინტელექტის ჩაშენებაში. სავაჭრო და ტექნოლოგიური ინდუსტრიის ამერიკული გიგანტის Amazon-ის წლიურმა შემოსავალმა ისტორიაში პირველად გადაუსწრო სექტორის პიონერ Walmart-ს. არსებული მონაცემებით ფისკალურ 2025 წელს Amazon-ის ონლაინ ვაჭრობის დეპარტამენტმა შემოსავლების სახით $7,900,000 მიიღო. ეს მაშინ, როდესაც Walmart-ის შემოსავალმა მხოლოდ $7,200,000 შეადგინა. ანალიტიკოსების შეფასებით ეს დაფიქსირებული შედეგი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მომხმარებლების დამოკიდებულება ტრადიციული საცალო ვაჭრობის ობიექტების მიმართ ეტაპობრივად იცვლება, ინტერესი მცირდება და პოზიციებს ციფრული კონკურენტები იმყარებენ. Walmart-ის მიერ ლიდერის სტატუსის დაკარგვის მიუხედავად სექტორში არ მოელიან, რომ კონკურენცია უახლოეს მომავალში გაქრება, რადგან მოსახლეობის დიდი უმრავლესობისთვის ფიზიკურ მაღაზიებში ვაჭრობა ცხოვრებისეული კულტურის ნაწილად არის ქცეული. ალ-ნასრის ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ $7,5 მილიონი ინვესტიცია ჩადო ჯანმრთელობის ტექნოლოგიურ პლატფორმაში, რომელიც მის მრავალწლოვან სპონსორს Herbalife-ს ეკუთვნის. კომპანიამ ეს ინფორმაცია ოთხშაბათს ფინანსური ანგარიშის პრეზენტაციისას გაასაჯარო, რის შემდეგაც ბაზრის გახსნისთანავე აქციების ფასი მკვეთრად გაიზარდა. მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადმა ფეხბურთელმა $7,5 მილიონი გადაიხადა Herbalife-ის შვილობილი კომპანიის HBL Protocol Software LLC-ის 10%-იან წილში. ეს არის პროგრამულ უზრუნველყოფაზე დაფუძნებული ჯანმრთელობისა და კვების ტექნოლოგია, რომელიც მომხმარებლის ჯანმრთელობისა და ცხოვრების სტილის მონაცემებს აგროვებს და მათზე დაყრდნობით პერსონალიზებულ კვებისა და ველნეს გეგმებს ქმნის.